მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ასეთი გაშლა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომელიც ახლა რაღაც ძალიან მოხშირდა პირად კონსულტაციაზე, როცა მოდიან გოგოები, მათ შორის არიან მეუღლეებიც, რომელიც ჩივიან იმას, რომ ნუ რაღაცა ფინანსურად უფრო მე მომკლავდები ყველაფერს და რაღაც ნუ კი არის ახლა ესეთი ტენდენცია, რომ გოგოები უფრო შოულობენ ვიდრე ბიჭები, მაგრამ ნუ ეს რა თქმა უნდა კარგი არ არის, როცა ახლა ყველაფერი გოგოს მხრებზე არის, თქვათ ხო? მთლიანი ეს ფინანსური თემები, არა აქვს მნიშვნელობა თქვენ ახლა ერთად ცხოვრობთ, წყვილი ხართ თუ ცოლ-ქმარი ხართ, ნუ მაინც ახლა ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს მოდით ჩვენ ვნახოთ ასეთი გაშლა გავაკეთოთ. რამდენიმე კითხვა ავიღე. ნუ რა თქმა უნდა ეს გაშლა და სიგნიფიკაციაც მე მგონი არ არის საჭირო, იმიტომ რომ გაშლა იქნება იმათთვის, ვინც მართლა გრძნობს აი ამ ნაკლებობას, თქვათ, რომ დაუშვათ ფინანსურად ადამიანი არ მონაწილეობს თქვენს ცხოვრებაში. თუ თქვენი პარტნიორი მონაწილეობს მაქსიმალურად და ყველაფერი თქვენ ახლა უზრუნველყოფილი ხართ, მისი დახმარებით, მისი მონაწილეობით, მაშინ ნუ რა თქმა უნდა ეს თქვენთვის ალბათ არ იქნება. ნუ თუ გინდათ მაინც ნახეთ დაუშვათ, ხო? მაგრამ თუ ოდნავ თქვენ აი მაგას გრძნობთ ამ ნაკლებობას, შეგიძლიათ უყუროთ, იმიტომ რომ კითხები მე როგორც ყოველთვის მომზადებული მაქვს და მინდა რომ ნახოთ ალბათ რა მიზეზი არის იმისი, რომ ვერ ახერხებს მატერიალურად ჩაერთოს თქვენს ურთიერთობაში თქვენი პარტნიორი. ნუ ვნახოთ ახლა ჩვენ კითხები მაგ აქ წერია, ამიტომ დავიწყოთ, ხო? არის თუ არა ის მზად, რომ მატერიალურად საერთოდ ჩაერთოს თქვენს ურთიერთობაში. აი, ნახოთ მისი მზადყოფნა როგორი არის. რა ფორმით გამოხატავს ის ახლა თავს მატერიალურად. აი, ახლა როგორ მონაწილეობს, ნახოთ ჩვენ. რას თვლის ეს ვალდებულებად? აი, ვალდებულება ხო გვაქვს ჩვენს ყველა ურთიერთობაში, მაინც ყველა ვარიანტში. აი, თან მატერიალურადაც, აი, როგორ რას თვლის ეგა, რომ აი, როგორი უნდა იყოს. შემდეგი ვკითხოთ ჩვენ, რა უშლის ხელს მას, რომ მატერიალურად ჩაერთოს ურთიერთობაში. რა უშლის ხელს? როგორია მისი ნამდვილი мотивация ფინანსური მხარდაჭერის საკითხში. ეგაც ვკითხოთ, აი ამაგას შეიძლება ბლოკები აქვს ადამიანს, ახლა ყველას ჩვენ რაღაც პროგრამები გვაქვს და შეიძლება მაგასაც აქვს რაღაცა ისეთი ბლოკები, რომ ან შიშები თქვა დაუშვათ, რომელიც მაგას ნუ დაკავშირებულია ზუსტად ფულთან. შეიძლება რაღაც ნუ აქ თავის პროგრამები ვნახოთ რა. რას ელოდება ის თქვენგან მატერიალური ბალანსის თვალსაზრისით? ვნახოთ რა პერსპექტივა გაქვთ თქვენს ურთიერთობას უშუალოდ აი მატერიალური განვითარებისთვის, ხო? აი ერთად როგორ უნდა იყოს და რჩევა ავიღოთ თქვენთვის, რომ რა აი როგორ მოიქცეთ, რომ მატერიალური თვალსაზრისით თქვენი ურთიერთობა გაუმჯობესდეს. საერთოდ მაგალითად მე გავაკეთებდი კიდე გაშლას ამ შემთხვევაში, როცა ასეთი მდგომარეობა არის, ხო, მე გავაკეთებდი გაშლას, ნუ რა თქმა უნდა პირად გაშლას როცა ვაკეთებ, კი ვაკეთებ მაგას. აი რისთვის არის თქვენთვის ეს სიტუაცია, იმიტომ რომ არ დავიღლები მაგის გამეორებით, რომ ყველა პარტნიორი მოდის ჩვენთვის დასახმარებლად და ჩვენ გვეხმარება. ამიტომ არის აქ რაღაცა მომენტები, რომ შეიძლება ეხლა ეს იყოს даже პარული სარგებლობა თქვენთვის, რომ დაუშვოთ თქვენი პარტნიორი არ ეხსნება და მატერიალურად არ გეხმარებათ, იმიტომ რომ დაუშვოთ გეშინიათ თავისუფლების დაკარგვას, შეიძლება გეშინიათ ქვეცნობიერად, ნუ დაუშვოთ ეხლა თქვენ უკვე შექმენით რამე და ვიღაცა რო შემოდის და თქვენ ფიქრობთ, რომ ან იყავეთ ესეთ ურთიერთობაში
ურთიერთობაში სადაც იყავი დამოკიდებული თქვა პარტნიორზე, ანუ ქმარზე დაუშვათ, ან პარტნიორზე არ აქვს მნიშვნელობა და ეხლა უკვე თქვენ დაუშვათ ფიქრობთ, რომ აი, ნუ შინაგანად გვეცნობიერად, რომ ეხლა კიდე თუ ეგეთი სიტუაცია იქნება, რომ დაუშვათ პარტნიორს ექნება მეტი ან დაუშვათ ჩადებს თქვა ურთიერთობაში შეთანხებს და ასე შემდეგ, ნუ მატერიალურ მონაწილეობას დაიწყებს, ესე იგი თქვენთვის ეს ექნება, ნუ არ იქნება მისაღები, იმიტომ რომ თქვენი თავისუფლება დაიკარგებასავით შეიძლება თქვენც გქონდეთ ეგეთი რაღაცები თავში რა, აი ქვეცნობიერში და ამას რა თქმა უნდა, ახლა ვისაც არ უნდა გითხო, ახლა შენ გინდა რომ მონაწილეობა მიიღოს მამაკაცმა, თქვათ მატერიალური თვალსაზრისით ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, ყველა იტყვის რომ კი, ახლა ვინ იტყვის არა, მაგრამ შეიძლება ქვეცნობიერად გააქვთ ესეთი პროგრამა, რომ თქვათ, მაშინ ეგ თუ მართლა მიიღებს მონაწილეობას, მაშინ მე დავკარგავ თავისუფლებას დაუშვათ, ხო? ან კონტროლს, ან ის დამიწყებს კონტროლს და მე არ მინდა ნამდვილად, რომ მან ახლა აქ თქვათ, ახლა იკონტროლოს, ხო? ნუ არის ეგეთი რამები, ამიტომ რა თქმა უნდა, პირად გაშლაში მე ვიყენებ ასეთ გაშლას, რომ აი რისთვის არის ეს სიტუაცია, ან რა გაკვეთილს, რას გადიხარ შენ, რომ დაუშვათ ახლა ეს სიტუაცია რო გაქვს. ნუ იქ ვიყენებ საკრალულ გაშლებს, რომელსაც მე აქ რა თქმა უნდა არასოდეს არ ვიყენებ, იმიტომ რომ ის არის მხოლოდ ნუ ბაზალურ გაშლებს ჩემს მოსწავლეებს და მეც ვიყენებ პირად კონსულტაციებს. იმიტომ რომ ისინი არიან უზუსტესი. ნუ ვნახოთ, რამდენად მზად არის ეს ადამიანი, რომ თქვენ ურთიერთობა მატერიალურად აი თქვათ რამე ჩადოს. პრინციპში აქ არის ახლა ხმალების მეფე. რომ ხმალების მეფე საერთოდ არის როგორი ადამიანი, იცით? ნუ მეფე უკვე რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც თუნდაც სულ მცირე ამაზე ფიქრობს და მეფე ყოველთვის მზად არის. ახლა მე ვერ ვეტყვი აქ, რომ ადამიანი ისეთი არის, აქ არც პაჟე გვაჩვენეს, არაფერი, აქ გვაჩვენეს ეგრევე მეფე. ანუ ადამიანი, რომელიც მაგაზე ფიქრობს, ადამიანი, რომელიც მაგაზე ყოველ შემთხვევაში, ანუ რაღაცას შეიძლება გეგმავს კიდევაც იმისათვის, რომ ნამდვილად თან ახლა ეს ცეცხლის ენერგია და რა თქმა უნდა, ახლა მინდა რაღაცა გავაკეთო, მზად ვარ ვიშრომო, მზად ვარ მივიღო მატერიალური, თქვათ, ჩარევა, თქვათ, ან ჩვენ ურთიერთობაში. ნუ, ახლა მზად ყოფნა შეუეჭველი არის, აქ ახლა ვერ ვიტყვი ვერაფერს, ნამდვილად. კარგით, ნახოთ ახლა როგორ არის ეს დაუშვათ, ანუ რა ფორმით გამოხატავს ახლა ეგ ახლა თავს მატერიალურად, რა ფორმით. საინტერესოა ძალიან. ახლა ამას გავხსნი ცოტა. იმიტომ რომ აქ მაჩვენებს, რომ პრინციპში ნახეთ ახლა აი აქ მაჩვენებს, რომ მე ყველანაირად რაც კი შემიძლია, მე ყველაფერს ვაკეთებ. აბსოლუტურად რა. როგორ გამოხატავს. ნუ მაგის თვალსაზრისით ეს ახლა თქვენ კმაყოფილი ხართ თუ არა ხართ, ეს ფიქრობს, რომ მე შრომობ მაგისტრის, მე ვაკეთებ ყველაფერს მაგისტრის. თუ პრინციპში რა არის, იცით, ახლა რა თქმა უნდა, გააჩნია რა მდგომარეობა თუ დაუშვათ ახლა, ნუ თქვენ იცით, რომ ჩვენ ახლა საჯარო გაშლას ვაკეთებთ რაღაცა თემას ვიღებ და უბრალოდ ზოგადად აი ამაზე ვსაუბრობთ, ხო, ამ თემას და ამიტომ თუ რამე ისეთი მომენტები არის, მე ვცდილობ მაქსიმალურად აგიხსნათ, რატომ ეს ხდება. იმიტომ რომ ნახეთ, შეიძლება დაუშვათ ამ ადამიანი სადღაც მუშაობს, ხო? არის დაუშვათ სიტუაციები, როცა ნუ უკვე რითიც დავიწყეთ ჩვენ, რომ ხალე უფრო მეც შოლობს. მამაკაცს რასაც აქვს, ეს ადამიანი აი ახლა ამ წუთში, ხო, ამ პოზიციებს მაჩვენებს, რომ მე რითიც შემიძლია, მე მაქსიმალურად ვარ ჩართული, ანუ იმ სახსრებით, რაც მე გამაჩნია, ხო, რაც მე შემიძლია, იმიტომ რომ აქ ესეთი ენერგიას მაჩვენებს, რომ აი შემიძლია გითხრათ, რომ უკვე გამიბრაზდა, რომ რატომ მეკითხები შენ, რას ქვია, როგორ რანაირად მე ახლა რა ფორმით ყველანაირად თუ რამე შემიძლია, ყველანაირად აქ მონაწილეობას ვიღებ. მოდით აბა ვკითხოთ, აი რას გულისხმობ შენ ახლა აქ ამით, რას აი ისე იგივე არკანი გამოდის, даже არც ამოვიღებს ხო კიდე. ანუ რაც ახლა ნუ ეს არა ყოლია და ახლა იგივეს მაჩვენებს, რომ მე მაქსიმალურად
მონაწილეობ, აი ახლა რაც შემიძლია ყველანაირად მე აქ ვარ მზად ყოფნაში. ნუ ვნახოთ შემდეგი, ხო? შეიძლება ნუ რადგან ეგრე ფიქრობს. ვნახოთ ჩვენ ახლა რას თვლის ის, რომ დაუშვათ აი თავის თავს ვალდებულად ამ ურთიერთობაში და მათ გოგოებო, არ ვიცი, ან რაღაცა თქვენ არაფასებ თქვენ კაცს. ან რა ვიცი, მე რა ვიცი, დღეს ვინ გამოვიდა, ეს ადამიანი თვლის ვალდებულად. აი, ეხლა ნახეთ, თვლის ვალდებულად ეს ადამიანი, რომ მე უნდა ავიღო სრულით, ანუ მთლიანად პასუხისმგებლობა ამ ურთიერთობაზე. ნუ შეიძლება თქვენ ხართ პრეტენზიული, თორე დღევანდელი ვინც გამოვიდა მამაკაცზე, ეს გვაჩვენებს ჩვენ იმას, რომ მე ყველაფერს ვაკეთებ, მე მზად ვარ, მე უკვე კი არ ვფიქრობ даже მოქმედებ კიდევაც და მე საერთოდ ახლა თავის მოვალეობას ურთიერთობაში ეს თulis, რომ როგორც იმპერატორმა მე უნდა ავიღო მთლიანად ყველა სფეროზე, არა მარტერიალურზე მარტო, ყველა სფეროზე უნდა ავიღო მე პასუხისმგებლობა. და, კარგით, მაშინ, აბა მე მაინტერესებს რა, ჩვენ კი ავიღეთ აქ ესეთი კითხვა, რომ მაშინ რა უშლის ხელს მაგას, ხო? თუ თვლის, კარგით, მოდით ესე იგი, თუ თვლის, ძალიან კარგად. ფიქრობს, რომ მე ვდებ, ყველაფერს ვაკეთებ. მაშინ ნახოთ ახლა კითხვა გვებადება, ხო? რატომ დაგვებადა ვაფშე ეს კითხვა, რომ და ვკითხეთ, რომ შენ ვთქვათ არ მონაწილეობ, რა გიშლის ხელს უფრო. Так, ეხლა ნახეთ, ერთი მომენტი მაქვს, აქ ერთი რაღაცა მაქვს, კიდე საჯარო გაშლა, ამიტომ ამაზე მე აქცენტს გავაკეთებ. ეხლა ნახეთ, ვისთვის იქნება ეს სიტუაცია. თუ დაუშვათ, ეს ადამიანი არის თქვენი ყოფილი ქმარი. ეს ადამიანი მე მეუბნება, მაშინ მაგ შემთხვევაში მე აქ ამოვიკითხავ ინფორმაციას, რომ ეს ადამიანი არის ანუ მე შვილებისთვის ყველაფერს ვაკეთებ და მზად ვარ კიდევაც ავიღო ჩემს თავზე პასუხისმგებლობა. ეს ვიღაცისთვის იქნება ეს მესიჯი, იცოდეთ. რა უშლის ხელს ის, რომ არ არის უკვე ოჯახში, თქვა და ამიტომ სრულყოფილად ვერ მონაწილეობ, გაიგეთ, როგორც მე მინდა. მეორე ვარიანტი აქ კიდე რა არის. ახლა გეტყვით, იმიტომ რომ აქ ძალიან საინტერესო წავიდა თემა. თუ დაუშვათ თქვენი ქმარი ეს არ არის და ის ინფორმაცია რაც ჩვენ დავიწყეთ არის, ხო? ანუ რა გიშლის ხელს? აი ეს საინტერესო თემა, იმიტომ რომ ნახეთ, აქ ორი ვარიანტი შეიძლება იყოს, რომ შეიძლება თქვენ თვითონ ისე ზრუნავთ ყველაფერზე, რომ პრინციპში მაგას არც ყოფნის, ნუ არც თulis საჭიროდ, რომ კიდე მეტი მიიღოს მონაწილეობა. ეს არის სასწაული. რა გიშლის ხელს შენ? არაფერი არ უშლის მაგას ხელს. რო გითხრა. მარტო აი ეს ვარიანტი, რო ახლა გითხარით, თუ ქმარია და ერთად არ ახართ. მაგ შემთხვევაში კი, მაგრამ აქაც ახლა ვერ ვეთქვი, რომ დაუშვოთ ახლა რამე უშლიდეს ხელს, აბა ეს რას გულისხმობს შენ, რა გიშლის? ნუ კი ბატონო. აი თუ დაუშვათ ახლა ის მომენტი, რომ თუ თქვენ დაუშვათ ახლა ქმარია და გაშორებული ხართ, აი მაგ შემთხვევაში უშლის ხელს მაგას ეს თემა, რომ მე აღარა ვარ ოჯახში და ამიტომ ნუ ისე როგორც თქვათ შემიძლია რომ, იმიტომ რომ ჩვენ მატერიალურზე ვეკითხებთ, ეს მეუბნება რომ უფრო თასებს მაჩვენებს, გაიგეთ? თასებს რომ მაჩვენებს, ესე იგი უკვე მე რო წამოვედი ოჯახიდან, ამიტომ შეიძლება უფრო, ნუ ვერ მონაწილეობს. შეიძლება თქვათ, რაც საჭიროა გიგზავნით და რაც არა, ეხლა ალბათ ეხლა, ნუ თვითონაც ალბათ ჭირდება, ხო? და თუ დაუშვათ სხვა შემთხვევაში არაფერი. არაფერი აბსოლუტურად, ვაფშე არაფერი. აქ გეუბნებით, თუ ქმარი გამოვრიცხოთ ჩვენ, იმიტომ რომ ეს ნუ საჯარო რადგან გვაგაშლა, ხო? მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი თulis, რომ მაქსიმალურად მონაწილეობს ურთიერთობაში, მატერიალურად, ძალიან კარგად აძდებს, შენ ხარ უბრალოდ უკმაყოფილო. მე კი ვაკეთებ ყველაფერს, რაც კი შემიძლია
აი აბსოლუტურად შენთვის მინდა ყველაფერი და ეს ადამიანი თვლის რომ მაქსიმალურად გემსახურება თქვენ და თვლის რომ თქვენ უნდა იყოთ კმაყოფილი იმით რითიც ეს გემსახურებათ. აი ესეთი თემა. ნუ ნახოთ აქვს თუ აქ მაგას ახლა ეს დაუშვათ არა, ჯერ ნახოთ ახლა მისი мотивация ვნახოთ ფინანსური. რა мотивация აქვს? იცით როგორი თემა არის? აი ახლა გეტყვეთ მაგისტრის რა არის мотивация, რომ თქვენ შეიძლება мотивация ამ შემთხვევაში ელოდებით მაგ უნდა დამელოდოს და მე ვიცი რომ ანუ როგორ არის იცი мотивация მაგისი თქვენთან რომ მაგან რამე ჩადოს. იცით რა არის შეიძლება აქ რა იყოს რომ თქვენ ხართ ესეთი ადამიანი რომელსაც აქ უნარი რომ მოითმინოთ სანამდე ეს უფრო კარგად იქნება მატერიალურად. არ გამოვრიცხავ. ანუ როგორ არის იცით აი ახლა შეიძლება თქვენ კი გებადებათ ეს კითხვა და გინდა თქვა რომ ამან მიიღოს მონაწილეობა უფრო მეტად, მაგრამ ეს ხდება რომ კი მე უნდა ვიყო როგორც იმპერატორი, მაგრამ ჯერჯერობით მოქმედებ როგორც რაინდი. ანუ ეს რა თქმა უნდა ძალიან დაბალი თემა, მაგრამ ფიქრობს როგორც მეფე. ანუ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი აქვს საერთოდ მეფეს, მithumetes ახლა ხმალების მეფე ეს ესეთი ტიპია, რომელიც ყველაფერზე ფიქრობს და აანალიზებს. და ამიტომ ვერ გეტყვით, ამ პლუს კიდე აქ მაჩვენებს, რომ მე მინდა კიდევაც, რომ აი აქ არ არის ეს თემა, რომ მაგას არ უნდა რომ რამე გააკეთოს, მაგას უნდა და რაც შემიძლია მაქსიმალურად მე ვცდილობ რომ გავაკეთო. შეიძლება ახლა თქვენ ახლა რადგან ეს კითხვა გებადებათ, შეიძლება არ გაკმაყოფილებს დაუშვოთ, მაგრამ ეს ხედავს იმას, რომ мотивация უფრო მეტი კიდე ამ ფინანსური ხარდაჭერაში თქვენს მიმართ გამოაჩინოს, ის არის რომ თქვენ ალბათ აჩვენებთ მაგას, რომ თქვენ ახლა თქვათ, ნუ მოთმინებას იჩენთ რა. კიდე აქ რა არის, იცით, მაინც ახლა გინდა თუ არ გინდა, აქ მოდის ეს ინფორმაცია, რომ იცით როგორი თემა, რა мотивация. ნუ აი უეჭველი აქ თქვენ უქმნით მაგას კაი პირობებს. უეჭველი. და ამიტომ ეს სულ რაღაცა მოლოდინის რეჟიმშია. აი თქვა, თუ იქნება რამე კიდე, თუ მომივა რამე, თუ რაღაცას გავაკეთებ, სულ რაღაცას იმაშობა და აქ ამას სხვათა შორის ადაჟე ვეტყოდე, რომ ეს პოზიცია ამას უშლის ხელს. იმიტომ რომ იმდენად კარგად არის ეგ, აი თქვენს გვერდით, რომ თქვენ აქ ყველაფერს აკეთებთ, რომ ეს ახლა და თქვენ როგორ ახართ, იცით, არაფერს არ ეუბნებით ამას. აი თქვა ძალიან ისე რა. რაღაც მასე იქცევა. იმიტომ რომ ეს ადამიანი თulis რომ მაგი ძალიან მაქსიმალურად მონაწილეობას იღებს ამ ყველაფერში. მაგრამ უბრალოდ мотивация даже რას ვეტყოდი, მაგას ახლა ძალიან დაბალი мотивация აქვს, იმიტომ რომ აქ არის კი უნდა მაგას ფულიც გქონდეს და ყველაფერი, რა თქმა უნდა, აქ ამბიციები კი აქ მაჩვენებს, მაგრამ შეიძლება ელოდება რამე სამსახურს და ვერაფერს ვერ პოულობს, გაიგეთ? აი ეგეთი არის აქ რა სიტუაცია. ნუ ნახოთ ახლა მაგას აქვს თუ არა რამე
სიყვარული შიშები ან ბლოკები, რომელიც არის დაკავშირებული ფულთან რა. ბლოკები. არაფერი ბლოკები არ აქვს მაგას. არაფერი ბლოკები არ აქვს მაგას, არც არაფერი შიშები არ აქვს მაგას, შეგვიძლია გითხრათ მე თქვენ. ურთიერთობაში ამას სიყვარული აქვს. თulis რომ ეს არის ეს ურთიერთობა მისთვის დიდი საჩუქარი. თქვენ ხერთ მაგისთვის საყვარელი ადამიანი. არანაირად აქ არანაირი ბლოკი არაფერიც. ნუ ხო გეუბნებით, აი ეგრევე გეუბნებით, რომ ეგ თქვენ გაქვთ პრობლემა, რომ ფიქრობთ, რომ არ გეხმარება და რაღაც. ეს ძალიან მშვენივრად თulis რომ მონაწილეობს. საინტერესოა, ხო? ნახოთ ახლა თქვენგან რას ელოდება ეგა მატერიალურ ანუ თემაში და ბალანსი თქვენგან რას ელოდება? გოგოებო, აქ თქვენ გეუბნებით, რომ ის რა აქ არის როგორი თემა, თუ ეს არის ისევ ქმართან უბრუნდები, ესე იგი ეს ადამიანი მართლა ამბობს, რომ მე თვითონ ვიღებ ყველაფერს ჩემს თავზე, მაგრამ თუ შევეხებით ჩვენ სხვა ურთიერთობას, თქვენგან რას ელოდება? იცით რას ელოდება თქვენგან? რომ თქვენ დაინახოთ მასში ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვათ იყოს ფულის შემოწმება. თქვენ თვითონ ყობა გეუბნებით, აქ რაღაცა პროგრამა იყო ეთყვილა არ დამიწყია მეგა. თქვენ ვერ ხედავთ მაგასში იმ ანუ ნახეთ ადამიანი გვეუბნება მე ვარ მზად. მე ეხლაც ვაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია, მაგრამ კიდევაც აქ რაღაცა გეკნები. მაგრამ რა არის, იცით? აქ არის არც არაფერი ენანება თქვენთვის, რო ვთქვა. აქ უბრალოდ აჩვენებს ეგ რომ მე მინდა რომ ვიყო იმპერატორი, ხო? და თქვენგან ელოდება რომ თქვენ მასში დაინახოთ პენტაკლების მეფე, ეს ერთი და იგივე ენერგია. გაიგეთ? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში როგორი თემა არის ახლა ბევრი მაგაზე მithქვია რომ აი დაუშვათ ახლა უნდა გოგოს თქვათ უფრო მეტი ვიდრე აკეთებს მამაკაცი, ხო? იმის ნუ მოთმინება ჩვენ არ აქვს. ან ახლა ისეთი დრო არის და სხვანაირი სიტუაცია რომ ან საზღვარგარეთ წავიდე და არა მე ახლა უნდა გავაკეთო ყველაფერი, შენ არაფერს მაგნისი არ ახარ, შენ სად დაგელოდო, мотивация დაეკარგა, კაცე კი ბატონო წადე. ეხლა უკვე ადრე თუ იყო ეს რაღაცა ისეთი მომენტი რომ რაღაც ნუ ეხლა უკვე ყველა მიდის დაუშვოთ, ხო? და არ აძლევენ საშუალებას რომ თქვათ ეს მამაკაცმა თვითონ რაღაცა გააკეთოს, ხო? ანუ мотивациას გოგოები თვითონ არ თმევენ კაცს, გაიგეთ? იმიტომ რომ სუსტრაფები ხართ რა. პრინციპში ყველა ასე ხარ ეხლა. ნუ ესეთი თემა ამაზე ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ. მოდით ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ როგორი პერსპექტივა შეიძლება გქონდეთ თქვენ მატერიალურ თემაში. როგორი პერსპექტივა და ჯერ ახლა ეს პერსპექტივა რაღაც დახურული გვაქვს. ნუ აქ გეუბნებით, მე 1000%-იანიც შემიძლია ვთქვა, რომ აქ პრინციპში თქვენ უნდა თქვენი პროგრამები გაიგოთ. იმიტომ რომ აქ ყველა ვარიანტში არსებობს ეგეთი პროგრამა, ხო გეუბნებით და არა ერთი, რომელიც ბლოკავს რა. მე ახლა აქ რა თქმა უნდა საჯარო გაშლით არ დავიწყებ, იმიტომ ხა როცა მოდიან ადამიანები, ვისაც უნდა რომ გაარკვიონ, ახლა ჩვენ ახლა მატრიცას ვიყენებ და იქ ყველა პროგრამები არის და ამიტომ ადვილად ხსნით რა თქმა უნდა. აქ არის რაღაცა პროგრამები დამალული თქვენში, რომელიც თქვენ ანუ არ მაჩვენებენ, იმიტომ რომ ანუ თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ სიტუაციაში, აი ეს ძველი პროგრამა ამოიღოთ. მესამედ მაჩვენებენ. გეუბნებით. ეხლა რა არის, იცით, მიწერ დონეზე შეგვიძლია ჩვენ, ახლა რა თქმა უნდა, ახლა გავლანძღოთ კაცი, შეგვიძლია ჩვენ ახლა ყველაფერი ვთქვათ, აი ვალდებული ხარ და ადექი და იმუშავე და რაღაცა ქენი და ასე ქენი და ისე ქენი, მაგრამ
არსებობს ესეთი მომენტები, ნახეთ, მე იმიტომ უყურებ ხოლმე, ცოტა აი ორივე მხრიდან უყურებ ხოლმე რა სიტუაციას. არსებობს რაღაცა მე აი ძალიან ჯერა კი არა დარწმუნებული ვარ მილიონი პროცენტით, რომ ყველა ადამიანი ჩვენ ცხოვრებაში შემოდის იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცა ერთად გავიაროთ ეს გაკვეთილები რა. და ანუ ხშირ შემთხვევაში შემოდიან ბიჭები რა, ანუ მამაკაცები გოგოს ცხოვრებაში, ну სულ მას აერჩია ეგეთი კონტრაქტი, რომ აი ეს პროგრამები დაამუშავოს, ხო? თუნდაც ახლა ეს ნებისმიერ თემას ეხება, გინდა ფინანსი იყოს და გინდა სხვა რაღაცა, ხო? და როცა შენ ესე იგი ანუ მხოლოდ ის რომ დავაბრალოთ ადამიანს, რომ უსაქმური რამდენიც გინდა არიან, რომ თქვა პოტენციალიც აქვს ყველაფერი, ერთ ქალთან მიდის და იქ ანგრევს ყველაფერს და აკეთებს და რა ვიცი, აშენებს და არის თქვა აჩენს ყველაფერს თავის თვისებებს, მეორე ქალთან მიდის და იგივე მამაკაცზე იწვება დივანზე, ხო? ну არაფერს არ აკეთებს, იგივე ადამიანი. ან თქვა იყო ძალიან აქტიური და ახლა გახდა არა აქტიური, ან პირიქით. ხო და ეს არის რა თქმა უნდა უკვე დამოკიდებული აი ამ პროგრამებზე. იმიტომ გეუბნებით რომ არ შეიძლება რომ ყოველთვის ახლა ადამიანს თქვა აი შენ ცუდი ხარ, შენ აი ესეთი ხარ, ყოველთვის როცა რამე ესეთი პრობლემა ხდება, თან ეს პრობლემა როცა მეორდება, პირველ რიგში უნდა ჩაიხედო შენს პროგრამებში. შენ რა გაქვს ისეთი, ხო? და ეხა მარტო ის რო იძახო არა და მე მაინც მევცდილობ და ეგ არის ეგეთი არა. აი აქაც არის იმპერატორი. თქვენ ყავთ იმპერატორი. უბრალოდ ეხლა აი ჩვენ გაშლა რო გავაკეთეთ იმისათვის რომ აი როგორ გამოვაღვიძოთ ეგ რა გავაკეთოთ ჩვენ იმისათვის რომ თქვათ მან დაეწყოს აქტიურობა, ხო? აი აქაც ვკითხავ, მაგამი დარწმუნებული ვარ რა პასუხიც იქნება. როგორ გამოვაღვიძოთ ეგა? არანაირად, აბარა უნდა იყო. თქვენ თვითონ მაგას არ აძლევთ საშუალებას იმისათვის, რომ მაგას გქონდეს განვითარება. რატო რითი და აი ამ პროგრამებით. კი. განიკურნეთ, თქვენ თვითონ უნდა განიკურნოთ. თქვენ თვითონ უნდა შეცვალოთ მიდგომა და თქვენ არ გჯერა მაგის, არა. თუ გინდათ რომ იყოს სხვა დონეზე გადავიდეს ეს სიტუაცია, თქვენ თვითონ უნდა ეს თემა დაამუშავოთ, თქვენი პროგრამები, თქვენ ბლოკავთ და არ აძლევთ საშუალებას. გინდა დაიჯეროთ, გინდა რა, თქვენი კარმული თემა. ბალანსი. კი, აქ არის ძალიან დიდი ისეთი ალბათობა, რომ თქვენ ამ პროგრამას გაიგებთ თუ არა? გაიგებთ თუ არა ამ პროგრამას, ყველაფერი შეიცვლება. ეს სიტუაცია ვაფშე მაგრად შეიცვლება. უნდა დაასრულოთ ეს სიტუაცია და აი მაგით, იმიტომ არის ეს ადამიანი, რომ ვერაფერს ვერ აკეთებს რა. კი, თქვენს გამო. აი რაც გინდა ეს თქვით. უბრალოდ აქ არის სიყვარული, კი ბატონო. სიყვარული არის ძალიან ძლიერი, მაგრამ თუ თქვენ გინდათ რომ წახვიდეთ აი იმენა აი ამ მატერიალურ სიუხვეში, ამ პროგრამებზე თქვენ მუშაობთ თქვენ თვითონ. ну თუ გინდათ ახლა გაიგოთ რა პროგრამა გაქვთ უშუალოდ თქვენ, იმიტომ რომ ბევრი პროგრამები არსებობს, კი ბატონო, მოდით კონსულტაციაზე გავარჩევთ, ჩვენ ახლა მატრიცას ჩავიხედებით და ეგრევე გავიგებთ, ხო? იმიტომ რომ ეს არის მიზეზი, всё მეტი არაფერი არ არის. აქ ადამიანი მართლა არის და შეიძლება თვითონაც ზის და ფიქრობს, რომ მზად ვარ, ყველაფერს ვაკეთებ და არ გამომდის ისე როგორც მე მინდა. თუმცა ახლა ნუ იმ დონეზე, რა დონეზეც ახლა აქ მაგას შემოსავალი, ეს ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს ახლა მაგაზე, მეც ვერც იზავს, სანამ თქვენში რამე არ შეიცვლება. თქვენში რამე შეიცვლება თუ არა, ეგრევე ეს ადამიანიც გადადის სხვა ეტაპზე რა. ეგრევე ბლოკავთ ჩვენ ხა ზოგჯერ არ ვაძლევთ საშუალებას. ეხლა ეს არ არის ზღაპარი, ეს არის რეალობა. და მე გისურვებ თქვენ რომ გაიგოთ ეს პროგრამები და თქვენი სიტუაცია ნამდვილად გამოსწორდეს და იყოთ ბედნიერი.